მოგესალმებით ყველას, ეს დარიოს საისტორიო კლუბია. ვაგრძელებთ ჩვენ შეხვედრებს. დღეს სიამოვნებით მინდა გითხრათ, რომ შემოგვიერთდა ბატონი ნოდარ გეგნაძე, ბატონი ნოდარ დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, ბატონი ვახტანგ ხმოვანიძე და დარიოს საისტორიო კლუბის წამყვანი და მოთავე ბატონი დავით ჯაფარიძე. და ეს ის სერია 90-91 წელზე რო ყვებოდით. რეფერენდუმი, მანამდე კიდევ პირველი მრავალპარტიული არჩევნები და მოვედით დღევანდელ თემამდე 1991 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. მე საღარ გავაგრძელებ და სიტყვას მივცემ დავით ჯაფარიძეს წარდგენისთვის, თემის წარდგენისთვის და ჩვენი სტუმრების წარდგენისთვის. დიდი მადლობა ყველას, მოგესალმებით მეც. ვაგრძელებთ დღეს უკვე მესამე საუბარია ამ თემაზე, იმ ჩვენ საარჩევნო თავგადასავლებზე ქვეყნისა და ჩვენი პირადად რა გვახსოვს და როგორ იყო რა იყო. მე მგონი საინტერესო თემაა. ეს როგორც უკვე თორნიკემ ძალიან შემოგვიერთდა ბატონი ნოდარ გეგნაძე, რომელიც წარმოადგენდა გვალმაგიდას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და დღეს ვისაუბრებთ, როგორც უკვე ითქვა, საპრეზიდენტო არჩევნებზე. იქაც ბევრი საინტერესო მოვლენა იყო. რო დავაზუსტოთ, დავით. მე წარმოადგენდი კონკრეტულად საქართველოს ჰელსინკის კავშირს. ჰელსინკის კავშირს უკაცრავად ხო? აღარ მახსოვს. ეგ საინტერესო დეტალი თქვით, ბატონო და ესე იგი, გვალმაგიდაში გაერთიანებულ, საერთოდ გაერთიანებულ პარტიას ცალ-ცალკე წარმომადგენლები ყავდათ, როგორც ბლოკის. ხო, იყვნენ იქ მე. კი, მერაბ კოსტავას საზოგადოებაც იყო, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება იყო. კი, სხვადასხვა ისინი იყვნენ. იცით, როგორც წინა, იქნებ 2-20 სიტყვით, აი მაინც ფონი კიდევ ერთხელ ვთქვათ, იმიტომ რომ რეფერენდუმის შემდეგ კიდე რაღაც პერიოდი გავიდა, ახლობით რა სიტუაცია იყო მაგ დროს და როგორ დაინიშნა და რა მოხდა. ბატონო ხარ თქვენ დაიწყებთ? კი ბატონო. რა თქმა უნდა. წინა შეხვედრისას ჩვენ ვისაუბრეთ 91 წლის 31 მარტის რეფერენდუმსა და ადგილობრივ არჩევნებზე. აი მაშინ აღნიშნე და ახლაც გავიმეორებ იმას, რომ 91 წლის თებერვალი იყო, როდესაც გადაწყდა ეს იყო უზენაეს საბჭოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ გამართულიყო ადგილობრივი არჩევნები, უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონი ადგილობრივი არჩევნების შესახებ და დანიშნა არჩევნების თარიღი. ეს იყო 31 მარტი. შემდეგ საბჭოთა კავშირში დაიწყო მოსკოვის ხელისუფლებამ მოკლედ მუშაობა იმაზე, რომ გამოეცხადებინათ საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკების ახალი გაერთიანება, ანუ არა საბჭოთა კავშირი, არამედ დამოუკიდებელ რესპუბლიკათა გაერთიანება და ამ თემაზე გადაწყვეტეს რეფერენდუმის ჩატარება. ახლა საქართველოში დიდ უმრავლესობას არანაირი სურვილი არ ქონდა კვლავ ახალ საბჭოთა კავშირში აღმოჩენილიყო და საქართველოს ხელისუფლება მიიღო გადაწყვეტილება, რომ მონაწილეობა არ მიიღო ამ რეფერენდუმში. მაგრამ ეს აშკარად არასაკმარისი ჩანდა. ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩატარდეს კონტრრეფერენდუმი. არა იმის თაობაზე მივიღოთ თუ არა მონაწილეობა ამ ახალი საბჭოთა კავშირის შექმნაში, არამედ იმაზე, რომ საერთოდ დავტოვოთ საბჭოთა კავშირი. ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაზე ჩატარდეს რეფერენდუმი. მე მიმაჩნია, რომ ეს იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იმ ვითარებაში და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს მიერ სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენისთვის. მოკლედ ეს რეფერენდუმი ჩატარდა. ეხლა პარალელურად რა ხდება საბჭოთა კავშირში? ცხადია, სხვა რესპუბლიკებში ჩატარდა ეს რეფერენდუმები, დაუჭირეს მხარი ამ ახალი საბჭოთა კავშირის შექმნას, ცოტათი სხვა სახელწოდები.
გარდა ამისა შემოიღეს საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის პოსტი. ამ პოსტზე აირჩიეს გარბაჩოვი და ახლა საქართველოში გადაწყდა რომ მოდი ჩვენც დაუპირისპიროთ ამას რაიმე, კერძოდ ის რომ საქართველოში შემოვიღოთ პრეზიდენტის თანამდებობა. მაშინდელ საქართველოს უკვე საბჭოთა სოციალისტური აღარ ეწერა სათაურში, ეწერა საქართველოს რესპუბლიკაში პრეზიდენტის თანამდებობა არ არსებობდა, იყო პარლამენტი და იყო მთავრობა. უზენაესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, შემოიღო პრეზიდენტის თანამდებობა და დროებით პრეზიდენტის საყოველთაო არჩევნების ჩატარებამდე დააკისრა პრეზიდენტის მოვალეობა ზვიად გამსახურდიას. ეს ყველაფერი მოხდა აპრილში. აი ამის მერე უკვე დაინიშნა პრეზიდენტის არჩევნები, საყოველთაო არჩევნები, თარიღად განისაზღვრა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე 1918 წლის 26 მაისს აღდგა მოიხსენებათ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და ამ დღეს ჩაინიშნა პრეზიდენტის არჩევნების ჩატარება. აი წინა ისტორია ამ არჩევნების დანიშვნისა არის ეს. ახლა ერთი წამით შეგაწყვეტინოთ თქვენ ნებართვით. ბატონო და რამე სხვა დაუმარცხოთ აი ამ სურათს. მე? დიახ. მეკითხები. არა, მე ახლა ისეთი არაფერი, მე შემიძლია რაღაც მოგონებები ამ ამბებთან დაკავშირებით თქვა, თორე ვახტანგს მე ნამდვილად ვერ ჩამოვართვებ სიტყვას ეგეთ საქმეში. არა, ჩამოვართვებ და არა. დიდი გამოცდილება. შეავსე, ჩემონოდა. მე შევავსებ გზადაგზა რა, თქვენ რო როგორც თუ გადაწყვიტავთ რომ რაღაცა მომენტში ჩართვა გინდათ არა, კი ბატონო, რაღაცები მაქვს სათქმელი, კი ბატონო. ბატონო ვახტანგ გავაგრძელო? რასაკვირველია. ნუ ბუნებრივია, რადგან დაინიშნა პრეზიდენტის არჩევნები, გამოჩნდნენ ის პირები და ის პარტიები, ვინც გადაწყვიტა, რომ თავისი კანდიდატები წარედგინათ პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად. აქ უკვე ცოტა არ იყოს გამწვავდა ვითარება, იმის გამო, რომ ყველა კანდიდატი გარდა გამსახურდიასი, რომელიც იყო წარდგენილი, იყო აქტიური ოპოზიციონერი ზვიად გამსახურდიასი. ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც ამბობდა, რომ ხარს უჭერს ზვიად გამსახურდიას, მაგრამ მე ამირჩიეთ პრეზიდენტად. გახსოვთ ალბათ, ეს იყო ბატონი როინ ლიპარტელიანი. ცოტა უცნაური იყო ასეთი დამოკიდებულება, ხო, მე მინდა პრეზიდენტობა, მაგრამ მე მხარს უჭერს ზვიად გამსახურდიას. მაგრამ ასეთიც იყო. რა ჩვენი არჩევნები წლების განმავლობაში არაერთ ისეთ ეკლექტიკურ მომენტს შეიცავდა ხოლმე. სხვა კანდიდატებს შორის ერთ-ერთი ვინც არანაირად არ უნდოდა გვალმაგიდას ეხილა კანდიდატად გახდათ ჯაბა იოსელიანი, რომელიც იყო დაპატიმრებული. მე კარგად მახსოვს ასეთი რამ, რა ხდებოდა კანდიდატების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. სხვადასხვა გეტყვით იმას, რომ ეს ნაწილი, რეგისტრაციის ნაწილი აღწერილი აქვს ჯაბა იოსელიანს თავის მემუარებში და აღწერილი აქვს აქ დაშვებული ფაქტობრივი შეცდომები. არასწორად არის ეს ყველაფერი აღწერილი. ვითარება დაახლოებით ასეთი იყო, რომ კანდიდატად რეგისტრაციას გარდა ამ კანდიდატის წარდგენისა სჭირდებოდა კანდიდატის წერილობითი თანხმობა კენჭი ეყარა პრეზიდენტის თანამდებობაზე. მახსოვს მაშინ
ცესკოში მოვიდნენ და მე მქონდა შეხვედრა ჯაბა იოსელიანის წარმომადგენლებთან. ისინი მოვიდნენ პრეტენზიით, რომ იმისაც რომ თანხმობა მივიღოთ, ჩვენ უნდა შევხვდეთ ბატონ ჯაბას, რომ მან ხელი მოაწეროს თანხმობაზე. მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის დაქვემდებარებაშიც იყვნენ ეს სამართლებრივი დაწესებულებები, არ გვაძლევს უფლებას ჯაბასთან შეხვედრისა. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვასრულებთ აი კანონის ამ მოთხოვნას. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ პატიმარს არ ეკრძალებოდა არჩევნებში მონაწილეობა. მაშინ მახსოვს მე ტელეფონით დავუკავშირდი მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს და ვუთხარი, რომ ისინი არღვევენ კანონს, როდესაც არ აძლევენ შეხვედრის უფლებას ჯაბა იოსელიანთან, რათა მას ან თან მიეცა თანხმობა, ან უარი ეთქვა ამაზე. შეუშვეს ეს წარმომადგენლები, ჯაბა იოსელიანმა თანხმობის წერილი გამოაგზავნა და ისიც გახდა კანდიდატი. ამის შემდეგ უზენაესმა საბჭომ შეიტანა ცვლილება კანონში, რომელშიც ჩაწერა, რომ თავისუფლება აღკვეთილი პირი არ შეიძლება იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი. ეგ ცვლილება ხო მგონი დეკემბერში შეიტანეს, როცა უფლება მიეცა თავისუფლება აღკვეთილ პირს. არა, დეკემბერში არა, ეს ყველაფერი ხდება გაზაფხულზე. არა, პრეზიდენტის არჩევნებამ 10 დეკემბერში შევიდა მე მგონი ეგ ცვლილება, როცა მიეცა უფლება. არა, მეშობა. არა, დათო. ეს რო ყოფილიყო დეკემბერში 91-ში. არა. თანხმობის მიცემის შემთხვევაშიც არ მოხდებოდა რეგისტრირება. საბჭოთა კანონები იძლეოდა მაგის მას უფლებას. საბჭოთა კანონები არ იყო, უკვე ქართული კანონი. მესმის, მაგრამ ის საბჭოთა მე მგონი შეიცვალა და მე ისე უკან დაბრუნდა ისე. ხო და უკვე იმის მერე, როდესაც იოსელიანის თანხმობა მივიღეთ, მაგის მერე შევიდა ეს ცვლილება. ნუ მე მაშინვე მიმაჩნდა და ერთი კითხვა მაქვს, აი სუფთა ესეთი სიტუაციის განსასაზღვრად, იმიტომ რომ მე დაზუსტება მინდოდა, მე გავიხსენებდით საუბრის წინ, რომ გონი ხელმოწერების 10000 ხელმოწერის შეგროვება იყო საჭირო დარეგისტრირებისთვის. ხო და რა თუნდოდა აკრძალვა ჯაბა იოსელიანის მონაწილეობას, იმიტომ რომ პრინციპში ხო შანსი არ ქონდა არავის გამსახურდიას გარდა რეალურად, იმიტომ რომ იყო მე ამას ყვაჭანტირაძე სხვები მე მგონი და შედეგება აჩვენა, რა შედეგებიც დადგა და კი. ეს თავის დაზღვევაა, ზედმეტი ხო არ იყო. ნუ ჩემი აზრით ზედმეტი იყო. პოლიტიკური თვალსაზრისით ზედმეტი იყო, არანაირი შანსი არ ქონდა მაშინ სხვა კანდიდატებს. არა მხოლოდ ჯაბას, საერთოდ სხვა კანდიდატს არ ქონდა შანსი გარდა გამსახურდიას. დიახ. შეიძლება მე ჩავერთო ერთ წუთი. როგორ არა? აზრს დავამთავრებ მარტო. ხო, დაამთავრე, ვახტანგ. მე მიმაჩნდა, რომ ასეთი შესწორების შეტანა კანონში უკვე მას მერეაც დაწყებულია საარჩევნო პროცესი სამართლებრივად იყო არასწორი, არ შეიძლებოდა ამის გაკეთება, მაგრამ ნუ ასეთი კანონი მიიღეს და ამის გამო ჯაბა იოსელიანი რეგისტრაციაში ვერ გატარდა. აი ხა დოდარ გისვენ. დოდარს დამატებული. ხო, მე უბრალოდ ეგ ეპიზოდი ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელი იყო, იმიტომ რომ საერთოდ ეხლა ვის უკვე საქართველოში გავლენებები და დავალებები და ის კრიტიკულ სიტუაციებში, მაგრამ ჩემი ეტარულ საარჩევნო კომისიაში მუშაობის პერიოდში მე არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, რომ ვინმეს ეთქვას, რომ ვინმეს ნებისმიერ ყველაზე მაღალიდან დაწყებული რიგითი მომხრეებიდან, რომ იცოდე, რომ აი ეს საკითხი არ უნდა გავიდეს, ან ამას უნდა დაუჭირო მხარი. არასოდეს ჩემზე ზეწოლა არანაირი არ ყოფილა და ერთადერთი მოხდა მაგ შემთხვევაში, როცა ჯაბას კანდიდატურა შემოდიოდა, ისიც ერთ-ერთმა გუნდის წევრმა მითხრა რა, რომ ნოდარო ხო იცი ახლა შენო, რომ ჯაბას გასვლა არაფრით არ შეიძლებაო და
მეც გამიკვირდა მაშინ ეს რო გავიდეს რა იქნება მეთქი რა შანსია გიჯაბას და არაო ამასო შეიძლება დიდი უბედურება მოყვესო შეიარაღებული სახითო არისო ამისი სიგნალებიო და აი არ ვიცებს აი ამ თქვენი კითხვის გამო თორნიკე იმიტომ გამახსენდა და მე დავამატებ შემოვიჭერე ბოდის მე დავამატებ ესე იგი თავიდან უნდა ყოფილიყო კანდიდატი რომ წამოეყენებინათ ისა საინიციატივო ჯგუფის ისა განაცხადი და შემოვიდა ეგეთი განაცხადი 5 ადამიანია წერდა ხელს ჯაბას პრეზიდენტის კანდიდატის წარდგენას ესენი იყვნენ აკაკი ბაქრაძე ნოდარ ნათაძე ნიკო ჭავჭავაძე კიდე ის ორს ვეღარ ვიხსენებ თამაზ კვაჭანტირაძე თქვი ლალი ჯავახშვილი იყო და ეს 4 და კვაჭანტირაძე იყო მეხუთე ხო მეხუთე კი ხო და კიდე ერთი მომენტია ხა რატო იყო ეგეთი ისა რომ არ შეიძლება თუ გახდებოდა კანდიდატი თქვათ პრეზიდენტობის ჯაბა იოსელიანი მაშინ მიეცემოდა აგიტაციის უფლება მედიის საშუალებით და ის დაიწყებდა იმას აგიტაციას ტელევიზიაში გამოსულიყო და ალბათ რადიო ტელევიზიით და ერთ-ერთი მიზეზი ეგ იყო საინტერესო ის გამიჩნდა ახლა კითხვა მე მაშინდელი არ მახსოვს კარგად მაგრამ ეს და გადავიდეთ მე ამ დეტალზე იმუნიტეტი ექნებოდა უნდა გამოეშვათ ციხიდან მაშინ იმუნიტეტი ერქნებოდა თქვა როგორც მე იყო დეპუტატობის კანდიდატს უნდა ეს იმუნიტეტი და ასე შემდეგ აი ესეთი მომენტი ხო არ იყო არ მახსოვს თორნიკე მართლა არ მახსოვს კი ბატონო ყოველ შემთხვევაში ნუ რაც იყო ეს იყო გავაგზავნოთ ბატონო ხო ნუ შემდეგი ეტაპი იყო უკვე რეგისტრირების შემდეგ შემოტანა ამ ხარდამჭერთა სიების ამის მერე მოხდებოდა რეგისტრირება უბრალოდ ყველა საბუთის შეგროვების შემდეგ ცესკო გასცემდა ნებართვას და აძლევდა ხელმოწერების ნიმუშს ამ საინიციატივო ჯგუფებს და ისინი იწყებდნენ ხელმოწერების შეგროვებას. მაშინ კანონი ასეთ რამეს ითვალისწინებდა, რომ შემოტანილი ხელმოწერები მოწმდებოდა, რაღაცა გარკვეული ნაწილი მოწმდებოდა და იმ ნაწილში რამდენიც აღმოჩნდებოდა არასწორად შეტანილი, რომლებიც უნდა გაუქმებულიყო, ისა დანარჩენ ნაწილებშიც იგივე პროცენტი მოაკლდებოდა დანარჩენებსაც. ოღონდ თუ ეს აღმოჩნდებოდა კანონით დადგენილზე ნაკლები საერთო რაოდენობა, ეძლეოდა დამატებითი დრო კანდიდატებს, რომ დამატებით შემოიტანათ ხელმოწერები და მანდ იყო კურიოზები ხოლმე, რის გამოც გაუქმდა ხელმოწერების ნაწილი, თქვა ერთ-ერთი კანდიდატის, იმან დამატებითი ხელმოწერები რო შემოიტანა, ზუსტად იგივე პრობლემები იყო იმ დამატებით ხელმოწერებშიც და საბოლოოდ ვერ გატარდა თქვა რეგისტრაციაში. მოკლედ დასრულდა კანდიდატების რეგისტრაცია, დაიწყო საარჩევნო კამპანია. ყველა კანდიდატს მაშინ ერთი ტელევიზია ჰქონდა და ამ ტელევიზიაში ეძლეოდა თანაბარი დრო, იმისაც რომ გამოსულიყვნენ თავისი პროგრამის წარსადგენად, ხარდაჭერის მოსაპოვებლად და ასე შემდეგ. ძირითადად კანონის დაურღვევლად მიდიოდა ეს პროცესი. თუმცა იყო ცალკეული შემთხვევები, ახლა მე ზუსტად არ მახსოვს ეს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით იყო თუ უფრო ადრე სხვა არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ იყო რამდენიმე დარღვევა, რომლის გამოც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დააჯარიმა საქტელერადიო კომიტეტის თავმჯდომარე, დააჯარიმა მაშინდელი ცენტრალური გაზეთის საქართველოს რესპუბლიკის მთავარი რედაქტორი და ეს ორივენი იყვნენ მაშინდელი ხელისუფლების რგვალი მაგიდის მხარდამჭერები და ცესკო დააჯარიმა და ვერავინ ხმა ვერ ამოიღო ამაზე რატომ გააკეთაო, იმიტომ რომ აშკარა იყო დარღვევები. ასე მივედით არჩევნების დღემდე. ეხლა ამ გამოსულებში
სხვადასხვა საჯარო გამოსვლებში სულ იყო საუბარი იმაზე, რომ აი მრგვალი მაგი და იძულებას ახდენს ამ ურჩევლებზე და აიძულებს, რომ ხარი დაუჭირონ გამსახურდიას და იყენებს არაკანონიერ მეთოდებს და ასე შემდეგ, ბიულეტენების ჩაყრა იქნება და ეს ახლა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემთვის წმინდად სამართლებრივი თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო შემემოწმებინა რეალური ვითარება, ანუ იმ ვითარებაში, როდესაც საარჩევნო უბანზე შეუძლებელი იქნებოდა, თქვა ბიულეტენების ჩაყრა, რაც მაშინ მოდაში იყო. ასეთ შემთხვევაში როგორი შედეგი დადგებოდა. და მაშინ მე გამოვყავი ჩემთვის ორი საარჩევნო უბანი, ორივე თბილისში, თბილისის იმ ნაწილში, სადაც ყველაზე დაბალი იყო გამსახურდიას პოპულარობა. ეს იყო ვაკე. და ვაკის ორ უბანზე უზრუნველყავი მაქსიმალური კონტროლი. და ახლა გეტყვით შედეგს როგორი იყო. ამ ორ უბანზე საუბნებთან შედარებით უფრო დაბალი იყო გამსახურდიას ხარდაჭერის პროცენტი. მაგრამ ეს დაბალი 60%-ზე ნაკლები არ იყო. ანუ ამ უბნებზეც კი გამსახურდია მიიღო 60%-ზე მეტის ხმები. აი ამ მაქსიმალური კონტროლის ვითარებაში, სადაც დარწმუნებული ვარ, არც ერთი ბიულეტენი არ ჩავარდნილა კანონის დარღვევით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ რეალურად არც ერთ კანდიდატს არ ქონდა რაიმე შანსი კონკურენცია გაეწია გამსახურდიასთვის. მეცად გეტყვით. ახლა უბნებზე იყო საჩივრები დარღვევების თაობაზე, რომ ძალიან ცოტა იყო ცესკოში შემოსული საჩივარი. და აღარ ზუსტად რიცხვი არ მახსოვს, მაგრამ მართლა ძალიან ცოტა იყო, სადღაც ალბათ 1 ათეულის ფარგლებში, მეტი არ ყოფილა. იყო ორი საჩივარი თბილისის ორ საარჩევნო უბანთან დაკავშირებით. საჩივრის შინაარსი იყო ასეთი. ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერილი არის არჩევნებში მონაწილეობა იმ პირებისა, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებოდნენ. მაშინვე ცესკო მიიღო გადაწყვეტილება და გააგზავნა შემოწმებული, ამის შესამოწმებლად კომისიის წევრები. ერთი კომისიის წევრი იყო მრგვალი მაგიდის მხრიდან, მეორე კომისიის წევრი იყო მრგვალი მაგიდის ოპოზიციის მხრიდან. ორივე ამ უბნიდან ამ შემოწმებელთა წყვილებმა მოიტანეს დასკვნა, რომელსაც ორივე კომისიის წევრი აწერდა ხელს, რომელთაც ადასტურებდნენ, რომ მართლაც ამ ორ უბანზე აღმოჩნდა რამდენიმე ხელმოწერა საქართველოში არ ყოფი პირებისა. როგორ მოიქცა ცესკო ამის վերს. ცესკო მიმსჯელა ამ საკითხზე და ასეთი დასკვნა გამოიტანა, რადგან დადასტურდა რამდენიმე ამომრჩევლის ყალბი ხელმოწერები და შეგახსენებთ, რომ მაშინ საარჩევნო უბანზე სიაში იყო დაახლოებით 5000 ამომრჩეველი ყოველ უბანზე. რადგან რამდენიმე დადასტურდა, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ასეთი ყალბი ხელმოწერები ყოფილიყო ბევრად მეტი. ამიტომ ცესკო მიიღო გადაწყვეტილება და ორივე უბანზე ბათილად გამოაცხადა არჩევნების შედეგები. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ უბანზე რაღაც უზარმაზარი უმრავლესობით ჰქონდა მოგებული ზვიად გამსახურდიას. აი ასე მიდიოდა ეს არჩევნების პროცესი. რა თქვა, რომ იყო რაღაცა ექსცესები უბნებზე. მე სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს რაიმე ექსცესი გარდა იმისა, თქვათ, რაც მოვყევი. შემდგომ შევაჯამეთ არჩევნების შედეგები, გამსახურდია გამოცხადდა პრეზიდენტად არჩეულად და
ამით აი ამ სამი არჩევნებით 90 წლის მრავალპარტიული არჩევნებით, შემდგომ ადგილობრივი არჩევნებით, რეფერენდუმით და პრეზიდენტის არჩევნებით დამთავრდა აი ეს ციკლი ახალი ხელისუფლების საქართველოს ახალი ხელისუფლების ჩამოყალიბებისა. სამწუხაროდ შემდგომ მოვლენები განვითარდა თლიანად საბჭოთა კავშირის სივრცეში და მათ შორის საქართველოშიც, ისე რომ სასარგებლო ნაყოფი ჩვენ ვეღარ მივიღეთ, რაც შეიძლებოდა მიგვეღოდა, რომლის შანსიც გქონდა. რატომ ახლა რამდენიმე დეტალი მინდა და ეხლა დათვისაც აქ კითხვები დასაგრულია. თუ გახსოვთ, რამდენი კანდიდატი მონაწილეობდა? ზუსტად არ მახსოვს. 5 თუ 6 ზუსტად არ მახსოვს. ქართლოს ღარიბაშვილი 10-მდე იყო ვახტანგ. ხო, არ მახსოვს. ერთი ქართლოს ღარიბაშვილი. მე მაქვს ისა მაგისი ოქმი მაქვს მე სხვათა შორის. ეხლა ვერ მომწევნით, თორე შემდეგი არა, დიდი მნიშვნელობა მაგას არ აქვს. მე ზუსტად მახსოვს თამაზ ყვაჭანტირაძე და ქართლოს ღარიბაშვილი მახსოვს, იმიტომ რომ იმის მერე ყველა არჩევნებში კანდიდატი იყო, მე მგონი ქართლოს ღარიბაშვილი. ნოდარ ნათაძეც იყო და კომუნისტებიდან იყო აკაკი ბახრაძეც იყო, მე მგონი. კი. ხო და რისი თქმა მინდოდა რომ აი ეს როცა დადგინდა ეს რომ ამდენი ხელმოწერა უნდა მოგროვებულიყო, ეს დაიბეჭდა სპეციალური ფურცლებზე სადაც უნდა ვინც ხელმოწერებს ხარდამჭერები, ვინც აგროვებდნენ ხელმოწერებს, იყო გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების წელი, პასპორტის ნომერი და მისი ხელმოწერა უნდა ყოფილიყო. და რომ მოიტანეს შერჩევით იქიდან რაღაც რამდენიმე 10,000 იყო, მე შემახსოვს რა ისა. 20% მოწმდებოდა. დაახლოებით 2000 მე მგონი. ხო და ნუ მაშინ მანქანები იყო გამოყოფილი და დავდიოდით ამ მანქანებით იმ მისამართებზე და ვეკითხებოდით რომ ეს თქვენი ხელმოწერაა თუ არა. იყო ეგეთი რაღაც ყალბი ისენიც იყო რა თქმა უნდა იქა და მაშინ გვიწევდა მისვლა დიდუბეში იყო ეგეთი რაღაცა ბიურო იყო სადაც თელ საქართველოს ყველა მოქალაქეზე იყო ისენი რაღაც ინფორმაცია. იქ ვაზუსტებდით ამას და თუ დადგენილზე უფრო მეტი იყო კანდიდატილზე მეტი იყო იქ გაყალბებული მაშინ ის აკლდებოდა საერთო ციფრს და ის და კიდევ ერთი რაღაც როდესაც ჯაბა იოსელიანის ის როცა მინდა ვთქვა რომ მიუხედავად იმისა რომ მან ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი სადეს ეს ხელმოწერები ხარდამჭერებმა და ხელმოწერები მოაგროვეს და რომ მოიტანეს ეს ხელმოწერები სწორედ ამ დროს უკვე გადაწყვეტილება მიღებული იყო იმის თაობაზე რომ საჯარო ასრულებელში ყოფ ადამიანს საჯარო ასრულებელ დაწესებულებაში ყოფ ადამიანს უფლება არ ჰქონდა ხო და რომ მოვიდნენ იყვნენ ძალიან შემართულები მახსოვს მხედრიონის წევრები იყვნენ და კიდე 1-2 ის იყო ქალი იყო მათ შორის ანა კაკაბაძე იყო ანა კაკაბაძე ლუიზა შაკიაშვილი იყო ლუიზა შაკიაშვილმა დაიწყო სხდომაზე შემოვარდნენ პირდაპირ კარები შემოამბრიეს და ლუიზა შაკიაშვილმა ჯერ ხო ჩაატარეს მიტინგი და მე ლუიზა შაკიაშვილმა თქვა რომ იმ ფაშისტური პარტიიდან რომელი არისო ხო და აუდექი მე ვარ მეტყვი არ ვიცი მე სიმპათიური თუ რა იყო და რაღაცნაირად ვაიმე როგორ მეწოდები შესაძლოა შენ ბრმახარ ხო და რაღაცას ამათის პასუხი უნდა გაეცა ხო და მაშინ კომისიის მე ვთქვი რომ მე შეიძლება სიყვარულით ვარ დაბრუნებული და თქვენ რო სიძულვილი ხართ დაბრუნებული უფრო ცუდი არ არის მეთქი ხო და ჩაიქნია ხელი პასუხი უნდა გაცემულიყო და მაშინ კომისიის იურიდიული კომისიის ჯგუფის ხელმძღვანელები იყვნენ ჯონი ხეცურიანი და დარიელ კულაშვილი რომლებიც შემდეგ დაინიშნენ მინისტრად იუსტიციის და მოადგილედ და ისინი არ მოვიდნენ სხდომაზე იმ დღეს. ეს დაევალა დათო უსუფაშვილს და მახსოვს რომ დათო ჰქონდა ჩამოწერილი რაღაც ორ ფურცელზე ძალიან წყობრად და ისე კარგად და ისე ისაუბრა რომ ეს შემართება ამ ჯგუფის მოსულების ჩააწყრო განეყრა. ასეთი ისაც იყო. საინტერესო დეტალებია ძალიან. ხო და რაც შეეხება იმას არჩევნების დღეს გამსახურდიას არჩევნების დღეს
მივიდიოდით ხოლმე იქ უბნებზე საკონტროლო და მე იმ დღეს გავყევი ჯგუფს უცხოელი დამკვირვებლების, რომლებიც ვერტფრენით მოისურვეს, ჯერ ჩაფრინდით თერჯოლაში, მერე იქიდან რაჭაში და მერე ზემოსვანეთში. ხო და ის მიწისძვრა იყო ახალი მომხდარი და საშინელი სანახავი იყო ის პირდაპირ აი სახლების სოფლებში რომ მიფრინავდით და ვერტფრენიდან ვიყურებდი სახურავები ეწყო მიწაზე, კედლები და არაფერი აღარ ჩანდა იქ. სად იყო გამქრალი? მაგრამ ხალხი მაინც მოდიოდა იქ, აი ეგეთ დანგრეულ გაცამტვერებულ სოფლებში მიდოდა ხალხი ხმას აძლევდა. კიდე მინდა ფაქტობრივი კითხვა დავსვა. მეორე ადგილზე ხო არ გახსოვთ ვინ გავიდა და რამხელა იყო როგორი იყო შედეგი ჩამორჩენა დაახლოებით რო წარმოვიდგინე. აი მე რა ვქნა მგონი ტელეფონში მაგ გადაღებული ეგა. თუ მოძებნე რა ეს არის საბოლოოს რაც გამოქვეყნდა აქ შედეგები და დამტკიცებული კომისიის წევრები და ვინ რამდენი ხმა მიიღო და რამდენი პროცენტი სულ არის თუ არა არაუშავს დიდი ისევ ამას არა აქვს იმიტომ რომ როგორც კი მე მგონი შემდეგ იმისთვის მოვიდა საინტერესო ის არის დამხევა რომ თუ ნახავ გადაუგზავნე თორნიკეს ეგა და იქ ჩასვავს მაგას იმაში კი ბატონო საინტერესო ამბავი ის არის რომ ეს შემიძლია თქვა რომ სხვაობა იყო ძალიან დიდი. რასაკვირველი, პირველ და მეორე ადგილს შორის. ეხლა რამდენი იყო ეგ არ მოს. ხო არა, დარწმუნებული ვარ რომ დიდია და ეგ მინდოდა კიდე მე თქვა რომ ეთყობა მაინც რაღაც ეს იყო ასე ვთქვათ. გადასგოვა თავის იმიტომ რომ ჩემი აზრით ეხლა მაშინდელი რაც მახსოვს და დღესაც უსმენ არაფერი საჭიროება არ იყო საერთოდ არანაირი ტექნიკური ასე ვთქვათ დახმარების არა აშკარა იყო რომ იგებდა ზვიადი. ორა ეს დავაბატებ კიდე იყო მცდელობა ცესკოში ზემოქმედება მოეხდინათ აი მაშინ როგორც მაშინ ეძახდნენ დედრიონის მხრიდან. კი. იყო ეს ზემოქმედება უნდა ყოფილიყო, რამე პრობლემა იყო, რა უნდა? არაფერი პრობლემა არ ყოფილა, დეტალები არ მახსოვს. ნამდვილად, მაგრამ იყო რომ ასე სკანდალით რომ შემოვიდნენ იმაში ცესკოში რომ შემოვიდნენ ეს ქალები და ნუ ერთი ამბავი ატეხეს რაღაცა და მაშინ როგორც მახსოვს მე არ ვიყავი მაშინ კომისიის ვიპოვნე არ ვიყავი და დათო უსუფაშვილმა ასე თქვათ დაამშვიდა ეს ქალები და დაწყნარებულები გაუშვა. მე მახსოვს სწორედ აი რაც მაგას შეეხება აი განსაკუთრებით გაღიზიანებულები იყვნენ როცა ის ხუთი კაცის ხელმოდი წეღარო ჩამოთვალე ჯავახიშვილი ნათაძე ბაქარაძე კვაჭანტირაძე და ისინი ხუთი ადამიანი საინიციატივო ჯგუფის იმადზე იყვნენ განსაკუთრებით გაღიზიანებულები და ხო ნუ რა ნახეთ აი ეს ოქმი ვიპოვეს ხდომის ოქმი საბოლოო ვახტანგი სწორი იყო ხო 5 მახსოვს თუ რაღაც ეგრეო 6-ნი ყოფილა 2 4 6 7 არა 6 ზვიად ზვიადის გარდა შენგელაია ჯემალ მიქელაძე კომუნისტების ვალერიან ადვაძე თავას კვაჭანტირაძე ნუდარ ნათაძე ო მართალია ადვაძე მეც მახსოვს კომუნისტებიდან ხო ადვაძე იყო მიქელაძევისგან იყო არწერი აქცერია პირდაპირ ისა ჩამონათვალია და ვირამდენი ხმა მიიღო მეორე ადგილზე არის ვალერიან ადვაძე სხვათა შორის ესე იგი ზვიადმა მიიღო რაღაც 2.500.000 არა პროცენტები არა გაქვს ბატონო პროცენტები არ გიწერია პროცენტებით არ წერია ხმების რა ეს იცით რა არის საინტერესო ამბავია კაცო ერთი მე-5 წელია თუ მე-6 წელი ცესკოში მუშაობს ჩემი შვილი მართალია იმაში ადმინისტრაციაში რაღაც იმას საკანცელერიო საქმე გოგონა მყავს მე ერთი და ისა და იმან მიაგნო ამას და გამომიტანა მე ასე როგორ იყო ზვიადის ხმები რამდენი იყო 2.555.362 და ადვაძის არის 240.253 დაუკვირდი 10 ჯერ ნაკლები
10-ჯერ ნაკლები არის ეს ყველაზე კაი ორი შედეგი და ადგილზე. მე მოდი ბატონო არა ნათაზეს აქვს 32 არა ხო არა 32000 ყოფილა არა კი არა დანარჩენები არა დანარჩენები ძალიან ცოტა 25000 51000 35000 ესე კი ერთი რამე მინდა დავამატო რეფერენდუმზე ის რაც გაკეთდა მაშინ რომ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა იმ რეფერენდუმის საფუძველზე ჩემთვის აი იმაში რომ არის თქვა ბიბლიაში რომ მე დავაფუძნე ჩემი ეკლესია კლდეზეო და ვერანაირი ჩემი ჯოჯოხეთისანის კი ვერაფერს დააკლებე მე რეუდიან მას ხო აი ეგეთი არის ეს და ვერაფერი და ვერავინ ვერასდროს ვერ მოერევა ამას ისეთი რამე იმიტომ რომ რეფერენდუმით უნდა გაუქმდეს ეგა და შანსი რეფერენდუმი არის ყველაზე დიდი დოკუმენტი რომელიც იქნა მიღებული იმ პერიოდში უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მე არ ვიცი თუ არის მე არ ვიცი პირველად ვარ ამ ჩართვაში და ეხლა ვახტანგის თუ დოკუმენტების იმით ენით საუბრობს და ფაქტებისა და თუ არის საინტერესო თქვენთვის ან სტუდიისთვის მე ერთი ამბავი მახსენდება რომელიც ამ არჩევნებს უკავშირდება წინა პერიოდში არჩევნების გაგვაგზავნეს იქ რეგიონებად იყო დანაწილებული რა კომისიის წევრებზე და მე მერგო აფხაზეთი და წინა დღეებში გავემგზავრეთ მე და რეზო შავიშვილი სოხუმში რეფერენდუმის წინ ამბობში არა რეფერენდუმის წინ მე მგონი რეფერენდუმის წინ იქნებოდა ეგა ხო რეფერენდუმის იმიტომ რომ რადგან რეზო იყო და ეს იქნებოდა მხოლოდ რეფერენდუმის წინ კი მართალია ხელი ხელს ჩაკიდებული ამაზე რომ ლაპარაკობდით იმიტომ გამახსენდა ხო ძალიან საინტერესო ამბავია და მოყევით რა ბატონო ეხლა გეტყვით მით უმეტეს მე ეხლა სიმართლე უნდა ვთქვა რა ის უნდა მაგას ისე მოხდა რომ იმის დროს მრავალპარტიული არჩევნების დროს იყო არჩილი ვაიმე და რაგვარი იყო სიქის კავშირი და მაკარიძე არჩილ მაკარიძე იყო ესეთი თერჯოლის რედაქტორი იყო მე ხო აი ეს არჩევნების შემდგომ გაუშვეს თერჯოლაში გამგებელი თუ რა ერქვა პრეფექტი ერქვა ხო პრეფექტი ხო და მე ესე იგი შემომთავაზეს რომ აი ხო არ დათანხმდები რაღაცა და რა ვიცი ახლა უღარის თქواس მომერი და თორე დიდი კონსტიტუციონალისტი მე არასდროს არ ყოფილი ვარ და რაღაცა რა ერთი ინჟინერი ვიყავი ჩემი პროფესიით მაგრამ წესიერი კაცი იყავი შემონოდა საარჩევნო კომისიაში ეგ არის საჭირო და არა კონსტიტუციალისტობა ის წინაშე ვახტანგმა ისის იქ ხმის მეცემა რო იყო რაღაცაზე და აბა მხარდამჭერი ყოველთვის ღებულობდი გადაწყვეტილებას ჩემი შეხედულების და ჩემი სინდისის მიხედვით ამიტომ იყო რომ შეიძლება იცოდნენ კიდევაც ეს რომ არ დავთანხმდებოდი და ამიტომაც არავინ არაფერს არ მეუბნებოდა არ მავალებდნენ რომ აი ამას უნდა დაუჭირო მხარი და ამას არა და წავედით მე და რეზო შავიშვილი და ეხლა რეზო გამოცდილი იყო ეხლა კონსტიტუცია ერთად გავთ არა ვახდა გონი დაწერილი რაღაც იმ ყოველ შემთხვევაში მისი გამოცდილება კანონები ნამდვილად ერთად გვაქვს დაწერილი ხო ჩავედით სოხუმში სასტუმროში გამლაგდით და დარეკა რეზომ ჯერ არძიმბასთან უნდა და მგონი და არ მახსოვს ზუსტად მაგრამ რატომღაც ყოველ შემთხვევაში მაგათი ლიდერი რომ იყო მაგათი მოძრაობის ვაიმედე და ოზგანი ხო ეს გუდაუთის ყოფილი გუდაუთის რაიკობის პირველი მდივანი ხო და უდიდესი გავლენის მქონე პიროვნება ამიტომ რახან არძიმბა მოარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე აურეკა ოზგანს და უთხრა რომ ესე ჩამოსული ვართ გაინტერესებს აფხაზეთში რა მდგომარეობა რეფერენდუმის წინ და შეხვედრა გვინდაო არ არის რომ ამისთვის შეხვედრა აუცილებელი მან უთხრა მე შეგიძლია ნუ რა თქმა უნდა რუსულად საუბრობდნენ მე პირდაპირ გეტყვით რომ мы не будем вас поддерживать но и не будем мешать აი ესეთი ფრაზა უთხრა რა ჩვენ არ გვაინტერესებს საერთოდ არც ხელს არ შეგიშლილთო და მე იქ შეხვედრა გქონდა ადგილობრივ იმებთან ჩვენს
მომხრეებთან და იმებთან თანამოაზრეებთან და ნუ გვითხრეს რომ მათ შორის ჰელსინკის კავშირის წარმომადგენლობა იყო იქ და იმიტომ და იმათ გვითხრეს ყველაზე მძიმე მდგომარეობა არის ტყვარჩელში. კი. იქო არ ვერ მოგცემთ გარანტიას რომ ჩატარდება საერთოდ არჩევნებიო და მე ისევ რეზო დაუკავშირდა ლომინაძეს იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და ავთო იოსელიანი იყო უშიშროებისა იმათ და უთხრა ჩვენ გვინდა ჩასვლა ტყვარჩელში და იმათ თქვეს რომ ასე ვერ გაგიშვებთ ჩვენ წამოვალთ. მოდა წავედით ორი გასისინებული შავი ვოლგით ორი მინისტრისა ჩავედით იქ და შევხვდით რაიკომის დივანი იყო დათო ფილია ესეთი რომელსაც ქართული იცოდა როგორც გითხრეს მაგრამ არაფრით არ დაგველაპარაკა ქართულად რუსულად გველაპარაკებოდა მოხდა დიდი შეჯახება იქ კამათი დაიწყო პირდაპირ იმიტომ რომ წინა პერიოდში ერთ-ერთ ინტერვიუში ზვიას კითხეს არძიმბას შესახებ და ნუ აი ამ საუბარში ზვიადმა თქვა რომ ეს ყბად აღებული არძიმბა ესეთი ფრაზა თქვა და ამათმა როგორ ჩვენ იმასო როგორ აკადროს რომ ყბად აღებული უწოდაო ყბად აღებული გაიგო იმან და რეზო მუთხა რომ კაცო ეს არის ქართული გამოთქვა ყბად აღებული ეს ნიშნავს ადამიანს რომელზეც ხშირად საუბრობენ რომელზეც განსაკუთრებით ყურადღების ქვეშ არის არანაირი შეურაცხყოფა ეს არ არის ნუ ამას არ აქვს მნიშვნელობა ძალიან დიდი კამათი მოხდა იქ სხვებიც იყვნენ ერთი 10 კაცი იყვნენ ეს ისინი მასპინძლები ხო და ნუ ბოლოს რაღაცნაირად მაინც ჩავაწყნათ ჩამოვაწყნეთ არ ვიცით აქ ჩატარდება თუ არ ჩატარდება მაგის გარანტიას ვერ მოგცემთ ისე ამის გავბრაზდით ეხლა აგვეშალეთ ნერვები ჩვენც ეხლა უსიამოვნო შეხვედრა იყო ძალიან მით უმეტეს გამაბრაზა იმან რომ არაფრით ქართულად არ დაგველაპარაკა რა და წავედითო მაშინო ჩვენო ავდექით ეხლა და ეგრე არ არის გადაგვიდგნენ ძმაო საქმე არისო და ჩვენო სტუმართ მოყარე ხალხი ვართ აფხაზები ესე ვერ გაგიშვებთ უნდა წავიდეთ რესტორანში ეხლა არა რესტორანი კი არა რას ქვია და უკვე დაბნელდა ჩამოვედით ქვევი და დახვდა ერთი 2000 კაცი ეს აიდგილარას ხალხი მოგვაქციეს ალყაში და შეიქმნა ძალიან ცუდი სიტუაცია ისეთი რომ ან უნდა გავეტაცებინეთ ან იქვე უნდა ჩავეკოლეთ ძალიან მძიმე სიტუაცია იყო და რო არ ვიცით რა გავაკეთოთ აი ეს პირდაპირ იწევენ ჩვენზე და გვაგინებენ და რაღაცეებს იცხრიან და უცებ საიდანაც გასწრა ერთი ტანდაბალი კაცი იყო ხო და ავტოსთან იოსელენთან მივიდა და ბატონო ავთანდილო ისო არ ინერვიულოთ ეხლა ჩვენ ყველაფერს აქ მოვაგვარეთ თურმე იქაური უშიშროების ხელმძღვანელი თუ მოადგილე იყო ქართველი კაცი იყო ქაჯაია რაღაც ეგეთი გვარი იყო კი მიწერია იქ სადღაც მოკლედ დამკაცმა რა ქნა ერთი 9 საათის განმავლობაში ნელ-ნელა ალყა შემოგვარტყეს ალყა ესე გარშემო შეიცვალა ხალხი იცვალა ეთქო თავისი ხალხი შემოუშვა და რაღაც აი ესე წრეში მოგვაქციეს და ნელ-ნელა გამოგვიყვანეს და ჩაგვტენეს რაღაცა ძველი ჟიგულში იმიტომ მეცინე ვეღარ და დიდი შავი ვოლგები ჩავედით გასესინებული და ჟიგული დანგრეული ჟიგული გამოგვაპარეს და გავბრაზდი ძალიან და უთხარი ამათ რომ შინაგან საქმეთა მინისტრი უშიშროების მინისტრი და ეს რა ხდება მეთქი თქვენ არა ბატონო თქვენ არ იცითო ტყვარჩელი ეს არისო აფხაზების იერარქიის საწყობიო ამათ შახტებშიო ეხლა ვიცი რომ აქვს შენო ინფორმაცია რომ სულ გავსებულია იერარქიო აკაურობო ხო და ესო ძალიან დელიკატური საკითხი მე რატო არ ამოიყებთ იერარქს მაშინ რისი მინისტრები ხარ და ამას თავისი დრო აქვს რა ეხლა ესო მოვა მაგისი დროო და ნუ რა ორი დროც მოვიდა კი ვნახეთ გამწუხაროთ აი ესეთი ისტორია უკავშირდება ხო მაგრამ მე ეს ამერია მეგონა რომ საპრეზიდენტოს დროს იყო არა მაინც საერთო ერთი პერიოდია და სურათს და მეც დავამატებ მაგასთან და კაი მაშინ რომ ერთრეინთ რო იყავით და წასულები ნუ ჯერ თერჯოლაში გავშერდით ჩეხები და ნიდერლანდელები იყვნენ ჩვენ დამკვირვებლები ხო და მე ნუ როგორც ვთქვი რაჭაში და სვანეთში და სვანეთიდან ისევ
იქ მოინდომეს უცხოელებმა, რომ ჩვენ გვინდაო იქ თერჯოლაზე თქვეს, უბნის დახურვა ვნახოთ, როგორ დახურავენ უბანს და როგორ დაიწყებენ დათვლაშო. და ჩავფრინდით ისევ თერჯოლაში, იქ არჩილი იყო მაკარიძე, ეს ყოფილი ჩვენი კომისიის ყოფილი და მაშინ უკვე პრეფექტი და პრეფექტია. ჯერ კიდე ადრე იყო ამ დახურვამდე და ამიტომ მოკიდა ხელის უყოლას და წავიყვანა რესტორანში. იქ არჩილობა. ნუ გაიხადა პარელი და იქ იყვნენ იქაური რაიონის ხელმძღვანელები, მათ შორის პოლიციის უფროსი ახალგაზრდა კაცი იყო. ხო და რომ მოახლოვდა დახურვის ისა ამასობაში დაბნელდა ცოტა. ხო და იმან დაიწყო წრიალი პილოტმა ბერტონის, რომ სიბნელიში მეო ვერ ვიფრენო, არა მაქვს მაგის უფლებაო. რაღაც უთხრეს, რომ მოიცადე, არაფერი ისე ძალიან სიბნელი არ ექნება გაგონებს. არა, ხო და მე მივიდა პოლიციის უფროსი და რაღაცა უთხრა გულში და ეს გაჩერდა ეს ვისა და ხმა აღარ ამოუღია. მოკლედ კარგა ხანს ესა დაიხურა ისა და დაესწრენ დათვლას, მე მობრუნდნენ ისე ჩვენ ეს არ გავყოლი ვართ იმათ, ხო და მივედი და ვკითხე, ამისთანა რა უთხარით მეთქი ისა და შენ ხო იცი, ქრთამი ოჯახი ძანანთებს მითხრა. და რა ქრთამი მიცამნე? არ ვიცი. და აღარ დაღამდა მისთვის. არ დაბნელდა, აღარ დაბნელდა. ნათელი ღამე იყო. ხო, განაცდა. ბატონო ახლა რა მაინტერესებს ახლა თქვენ ადრე თქვით ამ დროს აი ამ საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოადგილე ხართ საარჩევნო კომისიის თუ უკვე თავმჯდომარის მოვალეების შემსრულებლად? არა, მოადგილე ვარ. და ვინ იყო თავმჯდომარე მაგდროს გაგვახსენეთ? არჩილ ჭირაქაძე. ჭირაქაძე იყო. არჩილ ჭირაქაძე. და შედეგზე მაინტერესებს კიდე ერთი რამის კითხვა რომ ფაქტიურად ჩემი ვიდან ლაპკე ჩემი შტაბ-ეტილებით დიდი არაფერი შეიცვალა, იმიტომ რომ მანამდე თუ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ზოგადად გამსახურდა, ეს გააგრძელა ფაქტიურად ეს მოვალეობის შესრულება და რაღაცა გაფორმება რომ მოხდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ფაქტია, მაგრამ პოლიტიკური სიტუაციისთვის რამე ესეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ამ არჩევნების იმას. ლეგიტიმაციის ხარისხი იყო სულ სხვა. ხო? მანამდე იყო უზენაესი საბჭოს მიერ არჩეული პრეზიდენტად და შემდგომ უკვე საყოველთაო არჩევნებით არჩეული, თან უზარმაზარი უმრავლესობით გაიმარჯვა და ცხადია ამას პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა, გამსახურდია მაშინ საქართველოში ჰქონდა, ასე ვიტყოდი, უპირობო მხარდაჭერა. უპირობო მხარდაჭერა, კი ბატონო. მოქალაქეთა უდიდესი ნაწილის მხრიდან. მე მინდა ერთ დეტალს გეტყვით, ჩქარა შევეცდები არ შეგაცხადოთ, თავს რადგან გახსენება წავიდა, რომ მე მგონი საპრეზიდენტოზე არა მანამდე ჩემი მანქანით ელზა შენგელაია და გოგი გეგეჭკორი წავიყვანეთ დასავლეთ საქართველოში სააგიტაციოდ. და ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ მაგალითად ეს როგორც კი გადავწეთ რეკორდს, სადაც გავჩერდით კეიფის გარეშე არ თავდებოდა ეს გაჩერება და გეგეჭკორს მაშინ გეგეჭკორი ერქვა ჯერ კიდევ მარტის ხო და წარმოგიდგენიათ გეგეჭკორი მივიყვანი გეგეჭკორში და დაგვხვდა რაიკომის დივანის უყოლა მაშინაზე მე ესეთი განცდა მქონდა ამ დახვედრების და იმისა რომ სულ ყველამ მიცემდა ხმას იმას რომელსაც გეგეჭკორი ამ აგიტაციას უწევდა ესე იგი მე რო დათვალეს 15 ხმა იყო იქიდან მიღებული და საოცარ იმაზე გამახსენდა სხვათა შორის ისტორიულად ცნობილია რომ ალექსანდრე დიუმას წაუგია მე აფთიაქესთან ის არჩევნები თავის დროზე და მაშინაც აი ეს დიუმას ხვდებოდნენ საოცრად დიდი ამბით ერთი ამბავი იყო შედლუხები და ესა და მე რო დათვალეს აღმოჩნდა რომ ძალიან უკან იყო არავის არ აინტერესებდა ეგეთი მაგალითები გვაქვს თორდიკე აკაკი წერეთელმა დუმის არჩევნები წააგო ვიღაც მეღვინესთან აი რასაც ამბობთ პერიოდი და სიტუაცია ესეთია რომ ცხადია გამსახურდიას მაგდროს რასაც იტყოდა ის იქნებოდა ფაქტიურად რა ვისაც ხალხს და არჩევნების დროს აი მაშინ ესე დადიოდა რა ანეკდოტა არ არის საჭირო გიცნობდეს ხალხი, არ არის საჭირო იყო პოპულარული, არ არის საჭირო იყო ძალიან განათლებული, საკმარისია. თუ
თუნდაც ჯოხი იყოს, ზედ დაეწეროს, რომ ამას მას ხარს უჭერს ზვიად გამსახურდია. მორჩა. ფათაშორის ვახდან ერთი დეტალი მნიშვნელოვანია ის ჩემთვის. იქ ტყარჩელის ამბავი რომ მოვყევი. ეხლა გზაში რომ მივდიოდით აქედან სოხუმამდე რამ ხელა გზაა და საუბრობდით რაღაცა ისედაც ვიცოდი ეხლა რეზოს ის ძალიან დადებითი შეხედულებები რო არ ქონდა ზვიადის შესახებ. და არ იყო მისი მომხრე ნამდვილად და იქ რომ აყვირდა უცებ და დაიცვა ზვიადი ასე ძალიან გამიკვირდა. რომ მე სასტუმროში რომ მოვედით ვუთხარი რომ რეზო მე ვუთხარი რომ ერთმა გაგიმარჯო შენ მაგრამ როდის იყო შენ ზვიადს იცავდი და ესა იცი რაო მითხრა ეს ჩემი პრეზიდენტია ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტია და მე იმას ვიღაცას არ გავალანძღვინებოდა მე რა აზრის ვარ მასზე ესო ჩემი საქმე არისო აი ესეთი საინტერესო ამბავი იყო არცელია ეგეთ დამოკიდებულება უნდა იყოს ესეთი კი რა თქმა უნდა ხო რატო? გამეკითხავი ხო არა გაქვს? აი ხლა ის ეპიზოდიც რო გავიხსენეთ, წეგან დასაწყისში რო თქვი ის აი კომუნისტები რო კუჩის მერე რომ კომუნისტების რეგისტრაცია რო გაუქმდა. ეს კარგად არ მახსოვს, მე საერთოდ არ მახსოვდა ეგა და რა მოხდა? რა მიზეზით ეს არჩეული დელეგაცია, დეპუტაცია გაიყვანეს პარლამენტიდან? სიით ვინც იყო ნამგონი? შეუწყვეტეს უფლებამოსილება. მოტივი იყო ის რომ აი გეკაჩეპე საბჭოთა კავშირში ხარი დაუჭირეს კომუნისტებმა და აქაური კომუნისტები როგორც კომპარტიის კანდიდატები თუმცა მათ შორის იყვნენ მაშინ 90 წლის არჩევნებში კომუნისტებმა ასეთი რამ გააკეთეს რომ გარდა თავიანთი პარტიული ნომენკლატურისა საარჩევნო სიებში შეიყვანეს საზოგადოებისთვის ცნობილი ისეთი ადამიანები რომლებიც საზოგადოებაში პატივისცემით სარგებლობდნენ. იყო ასეთი ისიც. ნუ ეს ფუნქციონერები არიან. პარტიული ფუნქციონერები არიან. პარტიული ფუნქციონერები. აი მაგალითად ზექალა შანიცე. ხო. რომელიც იყო იმისი კომუნისტების სიით არჩეული უზენაეს საბჭოში, მაგრამ ის არ იყო ასე ვთქვათ ვერავინ იტყვის ზექალა შანიძეზე რომ ის იყო ასე ვთქვათ სულიერი კომუნისტი. კი ბატონო. მაშინ ეს გაყვანა თავისთავად მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტა ჩემი აზრით და მაშინაც ასე ვფიქრობდი არის სამართლებრივად არ იყო სწორი. რადგან არჩეულები იყვნენ და ისე რომ ამორჩევლისთვის არავის არაფერი უკითხავს, მათ შეუწყვეტეს უფლებამოსილება. კი რა თქმა უნდა ეგ არ იყო სწორი. აი ეს რამე დადასტურებული განაშაული იყო, აი მხარდაჭერა ღია თქვა გეკაჩეპესიან რაღაცა არ მახსოვს ასეთი. არა მგონია ეგეთი რამე დაგვამახსოვდებოდა. ისე და როგორ მოხდა მაშინ ეს დეპუტაცია რამხელა იყო 30 კაცი მაინც იქნებოდა თუ მეტი. ეს გავიდა და ცარიელი დარჩა ეს ადგილები თუ შეივსო რაღაცნაირად თუ არა ცარიელი დარჩა. აი ჩვენ ისინი მაჟორიტარები ვინც იყვნენ ისინი იმათთვის დაინიშნა არჩევნები. იმათ ადგილზე დაინიშნა არჩევნები. ხო. მაშინ უკვე ეს არეულობა და ეს უბადურება დაწყებული იყო და ტელევიზია უკვე გადმოსული იყო უზენაეს საბჭოს შენობაში იქიდან მიდიოდა. არჩევნების გამოკლებული დეპუტატის არჩევნებზე მე ვიყავი მივლინებული იქა ასპინძის რაიონში მე 21 დეკემბერს ჩავედით, სამნი ვიყავით და მეორე დღეს არ ჩატარდა, იმიტომ რომ თბილისში დაგვირეკეს, რომ ომი დაიწყო თბილისშიო და ჩაიშალა. და ერთი მერაბ კოსტავა საზოგადოებიდან იყო წარმომადგენელი როინი ხინთიბიძე მგონი და რამაზე მითხარი. მაშინ არჩილ ჭირაქაძე და კიდე კომისიის ერთი თუ ორი წევრი იყვნენ ახალქალაქ ნინო წმინდაში ჩასულები. და ნუ ეს ამბავი მოხდა და ჩაიშალა ეს. ჩვენ ასპინძაში ვიყავით კი. ხო და რა მინდოდა მე თქვა რომ ეს გამოკლებული ისე სააგიტაციო ხა უნდა ვიცემოდა დრო ამ კანდიდატებს ტელევიზიით თავისი პლატფორმების წარმოსადგენად ხო და
იქ მე მომიწია მაშინ ვიყავი პრესცენტრის ხელმძღვანელი ვიყავი კომისიისა და მომიწია მის დარწმუნება რომ არ უნდათ იმათვის მიეცათ აგიტაციის უფლება ამ ტელევიზიით გამოსვლის და კარგ ახანს მომიწია კამათი და ისა მტკიცება რომ ეს იქნებოდა პირველ რიგში ისევ მრგვალი მაგიდისთვის ზვიადის მომხრეებისთვის საზიანო ბოლოს მაინც მიეცათ მაგათ უფლება რომ გაეციათ აგიტაცია ძალიან საინტერესო იყო თავის დეტალებით და თავის ატმოსფეროს აღსაქმნელად სახასიათო შტრიხებით დიდი მადლობა ბატონ თორნიკე უკაცრავად აი მაგასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა ეს აუცილებლად რა რომ ისეთი ატმოსფერო იყო მაშინდელ CSGO-ში მე არ ვიცი როგორი იყო იმის დროს საპარლამენტო არჩევნების დროს ხო მე ამ ეს პერიოდი ვიყავი ეხლა ვახტანგი გავიცანი მე იქ და ბევრი ასეთი ადამიანი რომლებიც თქვა არ იყვნენ ზვიადისტები ეგრეთ წოდებული და ჩვენ ისეთი თბილი ურთიერთობა გქონდა ისეთი საქმიანი ურთიერთობა და მეგობრობაში რო გადაიზარდა ისეთ და დღესაც ვინარჩუნებთ ჩვენ ამ ურთიერთობებს ერთმანეთთან ვისაც ვნახულობთ მე აი გაოცებული ახლა რეები არ გვინახია ხო CSGO-ში რეები ხდებოდა ამ წლების მანძილზე ლამის ცემატყება და დედის გინებაზე გადასული იყო ხალხი და რას არ ყოფილა ჩვენში ამნაირი არაფერი აბსოლუტურად კი არა ერთი ოჯერ ამ ვახტანგმა და ლევან მესხმა დასალევათაც ამიყვანეს სადღაც დავჯერით ხო დავთვერით ერთად და რა ვიცი აი რა ვქნა ძალიან სამწუხაროა რომ დღეს ასეთ სურათს ვერ ავხედავთ ჩვენ ხო კოლეგიური დამოკიდებულება იყო ერთმანეთის კი აბსოლუტურად ძალიან გულწრფელი და ერთი ორი კაცის გარდა რომელიცაც დისონანსი შემოქონდა ნუ ეხლა ეგეთი გიჟები ყოველთვის მაგრამ იცი ამინდს ვერანაირად ვერ ქმნიდნენ და ვერ ჩაფუჭებდნენ აი ხო კომუნისტები როგორი იმის ქვეშ იყვნენ ხა ჩვენი მხრიდან მაინც კომუნისტები ის ქალბატონი იყო კომუნისტების მხრიდან ისეთი კაი ქალი იყო სანდომიანი რაღაცა ისე წყნარად რავი ვერ მიხსენებ ეხა ჯაფაიძე როგორ არის ჯაფაიძე რა გვარი იყო ის ქალი კაი ქალი იყო ძალიან სათვალებიანი ქალი რო იყო ხო ეხა ხო აი ახლა მეც გამახსენდა მაგრამ გვარი არ მახსოვს ესე იგი ეს ეთყობა ზექალაშიანიძის არ იყო სულიერი კომუნისტი არ იყო ნამდვილად ხო და ახლა არა თორნიკე თავარი რა იყო იცი რომ როცა რაღაცა საკითხზე კამათი იწყებოდა თქვათ ასე თუ ისე აი ამ კომისიის წევრთა დიდი უმრავლესობა მიდიოდა საბოლოოდ კანონის სწორად გამოყენებამდე აუცილებლად ეგ იყო დამდოს არ ქონდა მნიშვნელობა კომუნისტებიდან იყო ზვიადისტების მხრიდან იყო თუ სხვა ოპოზიციის მხრიდან არაფერი მნიშვნელობა არ ქონდა მაგას აი დავით ნახე შენი ხელმოწერაც არის აქ აჰა ხო დავით ჯაფარიძე არის ეგერ აი ცოტა ზეითაწიე კი ეხლა დავით დავით ჯაფარიძე ოქროზე ის რატო არ მოიცა ის გამოაჩინო ხო შენი ხელმოწერა აქეთ აი ხელმოწერა კი ჩემია კი დუ ჯაფარიძე ამას გადმოგიგზავნით კი ბატონო მადლობა დიდი მადლობა ერთօრე ვინტოსინე გავიხსენებ ეს სინდელიანთან დაკავშირებით ის იყო სვანეთიდან უნდა არჩეულიყო ლია სინდელიანი იურისტი დიახ რაღაცა ის აღმოჩნდა რომ საბუთების წესრიგში არ ქონდა ამიტომ არ დავარეგისტრირეთ ხოდა მხარდამჭერთა ჯგუფმა ძალიან იაქტიურა მაშინ მეტისმეტად ესე რომ იმის კომისიის მდივანი იყო არ მახსოვს იმის გვარი და სახელი იმას შანტაჟი დაუწყეს რომ თუ ამას არ გააკეთებ რაღაცა კომისიის დივანი ლევან მესხი არის ხო კაცო არა მდი კომისიის კი არა ეს არა აი ქალი რო იყო ახალგაზრდა ქალი არ მახსოვს რა გვარი იყო კომისიის დივანი არ იყო არა ნუ რაღაცა ოქმებს და ტექნიკური იმის ის იყო რა რაღაცა საქმეების შემსრულებელი სარეგისტრაციო ჟურნალი ებარა სარეგისტრაციო ხოდა იმას მოსთხოვეს რომ გადაეკეთებინათ თორე და რაღაც შვილთან დაკავშირებით დაემუქრენ ეგეთიც იყო ანომალიები ყოველთვის ხდება არის რაღაცა
თავარია მაგრამ თორნიკე იმდენად ცოტა იყო ეს აი მართლა საერთო სურათს ვერ ცვლიდა ჭყადუას რო უნდა დაეყარა კენჭი იმის ცხუმა ბაზეთის მიტროპოლიტს იმანაც რაღაც დაარღვია გვიან შეიტანეს რაღაცა ისენი რა ქვია ეს საბუთები და ამიტომ არ ვარეგისტრირებდით ხო და თვითონ გამოცხადდა იმ საეპისკოპოს მიტროპოლიტ ასაცმელში კვერთხით და ეს სხვათა შორის არ არის დღევანდელი თემა მაგრამ საინტერესო მომენტია რატო ქონდა სადმე არის პრეცედენტი სოფლიოში რომ მღვდელმთავრები მღვდელმსახურები არიან დეპუტატები არ ვიცი მე არ ვიცი მისე რა საჭიროა რასაჭიროა მღვდელმთავარი რატო ნეოს კომიტეტი თავისი არჩევანი ხო გააკეთა იმან ხო რა ვიცი აი რაღაც უცნაური კომუნისტებისაგან ორნი იყვნენ როსტომი იყო ლოთქი ფაინზე მახსოვს და მინდიაშვილი კომუნისტები ძალიან საინტერესო გამოვიდა დღევანდელი კი ბატონო და რა მინდა გითხოთ ახთანს ვეკითხები პირველ რიგში შემდეგი აი მერე იყო სამხედრო საბჭო მერე სახელმწიფო საბჭო და შემდეგ ჩამოვიდა შეორდნიძე და დაინიშნა საპარლამენტო არჩევნები ამ დროს აი იმ შემდეგ არჩევნებზე იყავით საარჩევნო კომისიაში კიდევ მე ვიყავი 92 წლის იანვრიდან აი სამხედრო გადატრიალების შემდეგ არჩილ ჭირაქაძე წავიდა საქართველოდან და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კომისიის წევრები ისევ კომისიის წევრებად დარჩნენ იყო მცდელობა და ეს იყო რაც მე მახსოვს იყო ჯაბა იოსელიანის მხრიდან იქ კომისიის წევრების წინააღმდეგ რაღაც პროცესების დაწყებისა კერძოდ ეს იყო მეორე მოადგილის მიმართ მაგალითად რომელიც ახლა მე მკითხეს აზრი მის შესახებ მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა სიგუა იოსელიანის თანდასწრებით მკითხა ამ კაცის თაობაზე თუ მე რასაც ხედავდი ის უპასუხე კომისიაში მისი მუშაობის პერიოდში მას არანაირი უკანონო ქმედებისთვის არ დაუჭერია მხარი არანაირი არასწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის მხარი არ დაუჭერია იქცეოდა წესიერად და არაფერი ის მის წინააღმდეგ რაიმე სამართლებრივი ზომების მიღება არ იქნება სწორი და შეეშვნა ანუ კომისია აგრძელებდა მუშაობას სანამ ფორმალურად არსებობდა იმიტომ რომ ეს იყო პერიოდი როდესაც კომისია არანაირი გადაწყვეტილების მიღება არ სჭირდებოდა აი შემდგომ უკვე როდესაც დაინიშნა ახალი არჩევნები რომელიც 92 წლის შემოდგომით უნდა ჩატარებულიყო აი მაშინვე სახელმწიფო საბჭომ შექმნა ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალი შემადგენლობით იმ კომისიაში უკვე არც მე ყოფილვარ არც ნოდარი რამდენადაც მახსოვს და არც არა რანაირად ჩვენ ანუ მთლიანად შეიცვალა შემადგენლობა მთლიანად შეიცვალა კი რა თქმა უნდა კომისიის თავმჯდომარე მაშინ გახდა მერაბ ალექსიძე გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი უნებრივია მახსოვს რომ მერაბ ალექსიძე იყო მანამდე ეს ცალკე კონგრესის არჩევნები რო ჩატარდა ეროვნული კონგრესის მაშინ მერაბ ალექსიძე აორგანიზებდა ამასთან ბუნებრივია რომ ძალიან საინტერესო პერიოდია როგორც დათომ თქვა ისეთი საფუძველი ჩაეყარა ამ დამოუკიდებლობის რეფერენდუმით რომელიც არ ვიცი აი თუ არსებობთ მაგიტომ არსებობთ მე მგონი დღესაც და იმედია რომ გუშინდელი სომხეთის არჩევნების შემოbrunების წერტილი იქნება და რაღაცა უკეთ სასიკეთო გზას დავადგებით.
კი ბატონო, თუ არ მეც ამის იმედი აქვს. თუ არ გსურთ დამატება, დიდი მადლობა და როგორც წინაზე 4 შაბათს იქნება ეს გადაცემა ეთერში. გამოგიგზავნეთ კიდევ წინიკებს. მე დიდ მადლობას მოგახსენეთ რომ მომიწვიეთ ამ გადაცემაში მადლობა თქვენი დროისთვის და საინტერესო საუბრისთვის. ყველას დიდი მადლობა. სიკეთეს ნოდარს ვახტანგს სტორნიკეს დიდი მადლობა და მომავალ 4 შაბათამდე. დროებით. მადლობა. იცოცხლეთ. დარიო რადიო, მუდამ კარგი დავია.